ჩემმა ძმაკაცმა ეგ ტვირთი $8000 დაიღო ძმაო და მე ამ ფასად არ წავიღებ. მე $4 ნაკლებად არ ვივლი ძმაო არც ერთ შტატში, უბრალოდ არ მიღირს ხვდები? ასეთი შემთხვევები ხშირად შეგხვდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ძღოლი ყოველ კვირა 10000-ზე მეც გროსავს და დადის 3-დან 4000 მაილამდე. რატომ ხდება ეს? არც ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ ძღოლები არ უყურებენ მთლიანი კვირის ჯამს, უყურებენ თითოეულ ტვირთს უშუალოდ. აი ვთქვათ, აიღე ტეხასიდან იუტა 100 მილი $5,000, ხო? თქვა, გამოდის $5, მაგრამ ძღოლი ვერ ხდება რომ $5 რაღაცაში იხდიან, იმიტომ რომ ცუდ შტატში მიდიან. კი იუტადან შეიძლება წახვიდე ვაშინგტონში კარგ ფასად, მაგრამ ვაშინგტონიდან ვერც ერთ ვარიანტში ვერ გამოხვალ კაი ფასად, ისეთ ფასში, როგორც ძღოლს აწყობს. ამის შემდეგ კი საქმე შეერთება მითიური ძმაკაცი, რომელიც ვაშინგტონიდანაც, იუტადანაც, ორეგონიდანაც, მეინიდანაც, ვერმონტიდანაც, ყველა ამ ცივი ადგილიდან დადის $3-4-ში. და ჩვენ ვეკითხებით ამ დროს, საიდან ღებულობს, ვისგან ღებულობს, რომელი ბროკერია ესეთი, რომ $4 იხდის მეინიდან და ესეთ ცივი შტატებიდან. და ამ დროს პასუხი არ აქვს. ჩემი უდიდესი კითხვა არის, თუ ასეთ კარგ ფასებში დადიან ყოველთვის და ასეთი კარგი გროსები აქვთ, რატო გვირჩევენ ჩვენ და რატო არ გადადიან მათ კომპანიაში ვთქვათ. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა მოკლედ ეს იქნება, როცა დისპეჩერობას დაიწყებთ, რომ მძღოლებთან მოგიწევთ მუდმივი კამათი. არსებობენ ადეკვატური მძღოლებიც, არსებობენ არაადეკვატური მძღოლებიც. რომელი უფრო მეტია, რა თქმა უნდა, მეორე. თუ მოგწონთ ასეთი ვიდეოები, გამომიწერეთ და დამილაიქეთ ვიდეო და კურსაც მალე დავიწყებ.